ჭრით მიკროფონებს მეგობრებო. კობახიძე აქტივობდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შავ პაპუასთან და ასევე უახლეს ცნობებს გავიდა ბუნებრივად საზოგადოებაში მაღალი ინტერესი არსებობს და შესაბამისად ყველაზე მეტად ახლა ადამიანებს ახალი ინფორმაცია აინტერესებს და პროვინციებით გავიგოთ რა ის გასაკუთრებით კობახიძე რადგან საზოგადოების მაღალი ინტერესი პირდაპირ ვარ, გასავთ პირდაპირ ვარ. ახლა შეგვიძლია მოусმინოთ. ჭრით მიკროფონებს всё. ბატონი ირაკლი. ბატონი ირაკლი, რა ოდნავ წინ რომ მოიწიოთ კიდე. თქვენ თუ გაიგეთ. ბატონი ირაკლი, წინ რომ მოიწიოთ. მე რომ გავაკეთო პატრიარქის სამხედრო შუმარებას განცხადება ალბათ არასწორი იქნება. გამოვიდნენ კონსულიუმის წარმომადგენლები, კლინიკის წარმომადგენლები და ისინი გააკეთებენ.
კომენტარი შემგან არ იქნება ეს სწორი მე მინდა პატრიარქის ჯანმრთელობა უსურო და მადლობას გადავხდი ექიმებს ყველა არის ბოლომდე ჩართული მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მადლობას მინის რომელიც ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე ხომ არ არის მიღებული გადაყვანის საკითხზე რაც ვეთქვით ყველაფერზე ჯანდაცვის მინისტრი კონსულიუმის წარმომადგენელი და კლინიკის წარმომადგენელი გააკეთებენ პატრიარქის თქვენ მოусმენთ ირაკლი კობახიძეს რომელმაც გვარო დამატებს არჩევნებს ირაკლი კობახიძის კომენტარი მოვისმინეთ გამოიწიეთ რომ კადრები გადაიღო და მის გაშეცდებით გავიგოთ ახალი ინფორმაცია თუ ფლობს ის რაიმე ინფორმაციას დამატებით პატრიარქის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეს წარმოგაჩენს ხო დეტალური ინფორმაციები ექიმები მოგაგზიან მე შემძრანა ვერ გეტყვით თუმცა მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ყველა ერთად ვიღოთ ჩვენი პატრიარქისთვის უსულოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება მისი ეხლა მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა რომ ყველა ვიდგეთ ერთად ვიღოთ მისთვის ექიმები სპეციალური იყო განიხილავენ საკითხებს თუ რა როგორ უნდა გადაწყვეტეს ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს თითოეული ექიმი რომელიც არის დაკავებული და ყველაფერი გაკეთება იმისთვის რომ სამედიცინო ჩარევის შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსცემად. ხომ არ მიღებულა გადაწყვეტილება კონსილიუმის მხრიდან ან ეტაპირებაზეა ჩამოყვანაზე ექიმებზე ამაზე ველოდება ყველაფერზე ექიმები მოგახსენებენ ხამთარში მოვიში თქვენ შალვა პაპაშვილს უსმენთ ახლა კომენტარს გააკეთებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ საბჯოლაძე ერთი წუთი თუ შეიძლება. გისმენთ ბატონო მიხეილ პირდაპირ ეთერში ვარ. ერთი წუთი თუ შეიძლება. საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა საინტერესებს რა თქმა უნდა. მდგომარეობაც, პერსპექტივებიც, მკურნალობის და ყველაფერი ამ საკითხთან დაკავშირებული. გამართულ კონსილიუმზე რასაკვირველია რომ არც იყო მოლოდინი რომ საბოლოო რაღაცა პოზიციები დაფიქსირდებოდა და რაღაცა მზა გადაწყვეტილებები არსებობდა და გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა მისი დადებითი უარყოფითი მხარეები რას პერსპექტივა შეიძლება ასე ვთქვათ რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი რა პესიმისტური და აი ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და აი პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით და ნუ რეალურად გაანალიზდა და შესაბამისად ითქვა რომ მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე როგორც უნდა მიმდინარეობდეს ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს დილის შემდეგ როგორი არის მდგომარეობა მე დასაწყისშიც ვთქვი და რა თქმა უნდა თავ შევიყავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან ყველანი უკმაყოფილი ვართ რა თქმა უნდა არსებული მდგომარეობით ყველას გვაქვს რასაკვირველია მეტის და უკეთესის მოლოდინი და სურვილი რასაკვირველია ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს და რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებს მოსაზრებებს და ასე შემდეგ თავარი რაც გამოიკვეთა ეს არის უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ასაკის მდგომარეობის ყველაფერს გათვალისწინებით ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე ყველაფერი ეს მოგცემს შესაძლებლობას თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით და ბუნებრივია რომ რელევანტური პროგრესი არის ბატონო მიხეილ არის ნახეთ რა შეასაქმე გარკვეული ეს არის იმდენად კომპლექსურია ასე ვთქვათ ეს ანალიზების მონაცემები და ასე შემდეგ იქ არ არსებობს 1 და 2 იქ არის ძალიან ბევრი ინდიკატორი რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს ზოგიერთ შემთხვევაში იყოს უარყოფითი ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჭირდება კომპლექსურად შეფასება და ჭირდება რა თქმა უნდა დინამიკაში დაკვირვება ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებდეს მკურნალობის ეფექტიანობას იქნება ეს წამალი მეთოდი არ ვიცი ექიმი ნებისმიერი მიმართულება რაც შეიძლება დაგხმარებოდა და წმინდა უმერთო წმინდა უძლიერო წმინდა უდაო შეგვიწყალეთ ჩვენ წმინდა უმერთო წმინდა უძლიერო
წმინდა უხდაუშები წყალენჩვენ, წმინდა უღმერთო, წმინდა უძრიო. უფლის წყალობით ყველაფერი წარიმართა სასიკეთოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეთ წარიმართება და ბოლომდე ასე მივალთ. საბედნიეროდ და ჩვენ უწვიდესი ძალიან მალე დაგვიბრუნდება სახსალამად. ეს არის ეკები რო ჩამოვიდეს, უცხოელი ეკები სამოს გვიანად ეს ჩამოვა თურქეთიდან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული თბილისის წამყვანი რეანიმატოლოგი, ესეც მნიშვნელოვანია. პრინციპში მოლოდინი